დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ცხიმოვან მჟავებზე. ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ლიპიდების ერთგვარ ნაირსახეობას, რომლის მოლეკულაში შედის კარბოქსილის ჯგუფი და მასთან დაკავშირებული ჰიდროფობული ჯაჭვი, რომელიც შეიცავს მრავალ ნახშირწყალბადს. ორგანიზმში მოხვედრილი ცხიმების უდიდესი ნაწილი იშლება თავისუფალ ცხიმოვან მჟავებამდე, რომლებიც კუწნალავის ტრაქტში გარდაიქმნებიან ტრიგლიცერიდებად. იგივე ტრიაცილგლიცეროლებად, რომლის მოლეკულაში შედის სამატომიან სპირტთან, ანუ გლიცეროლთან, სამი ესტერული ბმით დაკავშირებული ცხიმოვანი მჟავები. წარმოქმნილი ტრიგლიცერიდები კუწნალავის ტრაქტიდან შეიწოვება და კილომიკრონების მეშვეობით გადაიტანება სისხლში, სადაც ფერმენტ ლიპოპროტეინ ლიპაზას მეშვეობით კვლავ წარმოიქმნება ცხიმოვანი მჟავები. აღნიშნული ფერმენტი ყველაზე დიდი რაოდენობით გვაქვს კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილში, ანუ იმ ქსოვილებში, სადაც ენერგეტიკული თვალსაზრისით ცხიმებზე სხვა ქსოვილებთან შედარებით უფრო მეტი მოთხოვნაა. ვისაუბროთ კლასიფიკაციაზე, სტრუქტურის მიხედვით ორი სახის კლასიფიკაცია არსებობს. ცხიმოვანი მჟავების ესენია სატურირებული და არასატურირებული ცხიმოვანი მჟავები. სატურირებული ცხიმოვანი მჟავების მოლეკულაში უნდა გავამახვილოთ ყურადღება მის ჰიდროფობურ ჯაჭვზე და სადაც ხედავთ, რომ იგი არ შეიცავს ორმაგ ბმებს. სატურირებული ცხიმოვანი მჟავები ძირითადად შედის რძისა და რძის პროდუქტების შემადგენლობაში, აგრეთვე ცხოველური ცხიმები შეიცავს დიდი რაოდენობით, კვერცხი, ქოქოსის და პალმის ზეთი და ასე შემდეგ. რაც შეეხება არასატურირებულ ცხიმოვან მჟავებს, არასატურირებული ცხიმოვანი მჟავების ჰიდროფობურ ჯაჭვში შესაძლოა ხვდებოდეთ ერთს ან მრავალ ორმაგ ბმას. შესაბამისად რაოდენობის მიხედვით არსებობს მონოარასატურირებული და პოლიარასატურირებული ცხიმოვანი მჟავები. გადავიდეთ ცხიმოვანი მჟავების სინთეზზე. ცხიმოვანი მჟავების სინთეზი ძირითადად მიმდინარეობს ღვიძლში, აგრეთვე სარძევე ჯირკვლებში და მცირე რაოდენობით ცხიმოვან ქსოვილშიც. ცხიმოვანი მჟავების სინთეზი იწყება მაზღრობის სტადიაში, ანუ როდესაც ცხიმებით მდიდარი საკვები ორგანიზმი იღებს ცხიმებით მდიდარ საკვებს, რომლის შემადგენლობაშიც არსებული ნახშირწყალბადები წარმოადგენენ ორგანიზმისათვის აცეტილკოფერმენტას მნიშვნელოვან წყაროს და შესაბამისად ზრდიან მის რაოდენობას ორგანიზმში. გაზრდილი აცეტილკოფერმენტა ჩაერთვება კრეფსის ციკლში ციტრატის წარმოქმნის გზით და მოიმატებს ციტრატი. ციტრატის მომატების შედეგად გააქტიურდება კრეფსის ციკლი, რა თქმა უნდა, გაიზრდება ATF-ის დონე და გაზრდილი ATF-ის დონე უარყოფითი უკავშირის მექანიზმით წრგუნავს კრეფსის ციკლს, კერძოდ წრგუნავს იზოციტრატ დეჰიდროგენაზას, რომლის მეშვეობითაც იზოციტრატიდან ალფა-კეტოგლუტარატი ვეღარ წარმოიქმნება, შეჩერდება კრეფსის ციკლი და დიდი რაოდენობით დაგროვილი ციტრატი ჩაერთვება უკვე ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და გაზრდის მათ რაოდენობას. ამ რეაქციების ცხიმოვანი მჟავების სინთეზის პირველ საფეხურს წარმოადგენს აცეტილკოფერმენტას გარდაქმნა ციტრატად. ეს ყველაფერი ხდება მიტოქონდრიის მატრიქსში. ციტრატის გაზრდილი რაოდენობა, როგორც უკვე ვახსენებთ, გაზრდის ATF-ის დონე, გაზრდილი ATF-ი დააინჰიბირებს იზოციტრატ დეჰიდროგენაზას და დაგროვილი ციტრატი დატოვებს მიტოქონდრიას მისი მემბრანის გავლით და გადავა ციტოზოლში. თავად ცხიმოვანი მჟავების სინთეზი, რა თქმა უნდა, შეუძლია აცეტილკოფერმენტასაც, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი უხსნადია და ვერ გაივლის ორმაგ მემბრანას, მიტოქონდრიის ორმაგ მემბრანას. რაც შეეხება მეორე საფეხურს, უკვე მეორე საფეხურიდან პროცესი მიმდინარეობს ციტოზოლში და ციტოზოლში გადასული ციტრატი ATF ციტრატ ლიაზას მეშვეობით წარმოქმნის კვლავ აცეტილკოფერმენტას. წარმოქმნილი აცეტილკოფერმენტა მესამე საფეხურზე, რომელიც გახლავთ სიჩქარისმა ლიმიტირებელი საფეხური, აცეტილკოფერმენტა კარბოქსილაზას მეშვეობით გარდაიქმნება მალონილ კოფერმენტად. ამ ფერმენტზე აცეტილკოფერმენტ კარბოქსილაზაზე მოქმედებს, ესე ვთქვათ, მაზღრობის სტადიის ჰორმონი დადებითად, ანუ ინსულინი, ანუ დადებითად, ანუ გამოაქტივებელი ფუნქცია აქვს, ხოლო გლუკაგონი და ეპინეფრინი პირიქით წრგუნავენ მის აქტივობას. რაც შეეხება მეოთხე საფეხურს, მეოთხე საფეხურზე მალონილ კოფერმენტადან ცხიმოვანი მჟავების სინთეზას ამ ფერმენტის მეშვეობით წარმოიქმნება უკვე ცხიმოვანი მჟავა, ეს არის 16 ატომიანი პალმიტი მჟავა, რომელიც მარტივ ცხიმოვან მჟავას წარმოადგენს და იგი შესაძლოა შემდეგ გარდაიქმნას სხვა ცხიმოვან მჟავებად, რომელსაც გამოიყენებს სხვა
სხვადასხვა ქსოვილები ან დამარაგდეს ცხიმოვან ქსოვილში. რაც შეეხება ცხიმოვანი მჟავების დაშლას, ცხიმოვანი მჟავების დაშლა მიმდინარეობს ბეტა-ოქსიდაციის რეაქციით, რომელსაც შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ.